მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო, იუთუბელებო, კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენთან ერთად ვიდეოების ჩაწერა, გადაღება თქვენთვის, რაც გაინტერესებს იმ აქტუალურ თემებზე, გაშუქება ამ ყველაფრის და პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი ლაიქებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, პირადად ვინც წერთ, ეს მაძლევს მეც სტიმულს, რომ მეტი ვიდეო ჩავწერო თქვენთვის, ესე იგი მიყურებთ, ესე იგი მოგწონთ, ესე იგი ითვალისწინებთ ჩემ რჩევებს, რაც მე ძალიან მახარებს. ახლა უბრალოდ ესე მოკლედ ვნახოთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ორ ვარიანტს გავაკეთებ. პირველი იქნება კლასიკური ტარო, ესეთი. და მეორე იქნება ნათელი მხილველების ტარო და რა ვიცი, გინდათ ორივეს უყურეთ. მოკლე პასუხი იქნება, გინდათ რა ვიცი, ჩაიფიქრეთ, რა თქვენი ნებაა მოკლედ რა. ყველა ვარიანტში ორი ვარიანტი იქნება. და რა ვიცი, სანამ ეხა არ მინდა ძალიან გაიწელოს ვიდეო. თქვენ ჩაიფიქრეთ, აბა რა მდგომარეობაშია ჯერ ვნახოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი ჩაფიქრებული ეხლა. რა ვიცი, სიყვარული ამოსდის ამ ადამიანს. შეიძლება თქვენ უყვარხართ, შეიძლება თქვენზე ფიქრობს ეხლა ამჟამად ამ წუთას და უცნებობს თქვენთან შეხვედრაზე. აქ ორმხრივი სიყვარული ამოდის, ორმხრივი გრძნობა ამოდის. კარგით. მაინც ვნახოთ, აბა რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს თქვენთვის საინტერესო საყვარელი ადამიანი. პირველი ვარიანტი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ ახლა. ახალი დასაწყისი უნდა, ფიქრობს ახალ დასაწყისს, გრძნობს, რომ თქვენ ხართ მისთვის, ნამდვილად ესეთი აქტიური, ლამაზი, ყველანაირად რა, მოხიბლულია, როგორც თქვენი საქმიანობით, მუშაობით, ენერგიულობით, როგორ გითხრათ, თქვენი ცეცხლოვანი ქალი ხართ მოკლედ და მიყავთ რაღაც, არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში სწორად მიყავთ ცხოვრება, რასაც დაგეგმავთ, გამოგდით და გაქვთ კიდევ სამომავლო პროგნოზები, არ ვიცი რა სფერო ხართ, მაგრამ ეს ასპექტი ძალიან მოსწონს, მოხიბლულია, ხო, თქვენით. რას მოიმოქმედებს და ეხა აქ ამოდის ნამდვილი სიყვარული, ჩემო კარგებო, წარსული სიყვარული, ბავშვობის სიყვარული, ესეთი წარსულის კარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს ამ ადამიანს, უყვარხართ დიდი ხანიან ბავშვობიდან და ეხლა გნახათ, რა ვიცი, ეხლა შეხვდით და გაახსენდა ის წარსული ნამდვილი სიყვარული და თქვენ აღმოგაჩინათ. ესეთი გრძნობა. რას მოიმოქმედებს? ის რომ ეხა ნამდვილად უნდა ახალი დასაწყისი, კი ბატონო, ის რომ მოწონხართ და მოხიბლული ხართ, კი ბატონო, ის რომ წარსულ სიყვარულს აგონებთ, ან თქვენ ხართ ნამდვილი წარსული სიყვარული, საჯარო გაშლა, კი ბატონო, და მაინც ვკითხოთ, აბა, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა. აქ სამკუთხედი ამოდის. და ოჯახში პრობლემა და დანგრევა, უმრავლესობას, მე არ ვიცი, ხა ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა ვიცოდე ადამიანის სახელი, თქვენი სახელი და კონკრეტული კითხვა, მერე ამოდის უკვე ინფორმაცია, მაგრამ ეხლა საჯაროში აქ უმრავლესობას ამოვიდა სამკუთხედი, გულგაცრუება ოჯახთან დაკავშირებით, შეიძლება ამ ადამიანს ყავს ოჯახი, დანგრევა, პრობლემები და თქვენ, რომელიც ვერ დაგივიწყათ და წარსული სიყვარული ხართ, და შეხვდით
რამდენიმე წლის მერე ან და გაახსენდა ნამდვილი სიყვარული და დაგინახათ, რომ ნამდვილად თქვენ უყვარხართ, თქვენთან აპირებს სტაბილურ ურთიერთობის გაგრძელებას. აქ შვილიც ამოდის. არ ვიცი, მისი მხრიდან, თქვენი მხრიდან, ორმაგი კავშირი არ მაქვს, ამიტომ რა ინფორმაციაც მოდის გეუბნებით. და თქვენი და მისი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება, ეს გასაგებია ინფორმაცია მასზე მომაწოდეს მე ფაქტიურად. ძალიან სწრაფად განვითარდებაო და აგერ ბატონო სიყვარულის კარტიც ამოდის. შეყვარებულები და რა ვიცი, გრძნობის მოორევი, მოკლედ დაელოდეთ. ანუ პრობლემები ქონია ოჯახში, შეიძლება ეხლა ცოლი არ ყავს, მაგრამ რაღაც პრობლემა აქვს, ანუ ყოველ შემთხვევაში მოაგვარებს, დაელოდეთ და მოგრძანდება, გამოჩნდება. კარგით, პირველ ვარიანტთან დავამთავრეთ, მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, დამილაიქეთ თუ მოგეწონათ, რომ აგისრულდეთ და დავიწყოთ მეორე ვარიანტით. ვინ არის ეს ადამიანი და რა მდგომარეობაში ახლა ის, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, ხო? ან უბრალოდ გინდათ მეორე ვარიანტის ყურებაც. ეს ადამიანი ახლა გაურებულ მდგომარეობაშია, რაღაცას ნერვიულობს, დარდობს თქვენთან მიმართებაში, ან თქვენ ხართ გაურებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ორი ადამიანია და არ იცით ზუსტად რა არჩევანის წინაშე, ანუ რა არჩევანი გააკეთოთ, ესეთი დილემაა, ან ფიქრებია გაურებული, ყოველ შემთხვევაში გრძნობა არის. ნახოთ მაშინ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება მეორე ვარიანტისთვის. როგორ განვითარდება მერე? ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, როგორ განვითარდება? ჩემო კარგებო, აქ ამოდის შიში, ნერვიულობა, ტრანსფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ცვლილებები აუცილებლად იქნება თქვენთან მიმართებაში, თუმცა ამოდის ახალი დასაწყისი და აქაც ამოდის, რომ ამ ადამიანს უნდა თქვენთან განვითარდეს თავიდან დაიწყოს ყველაფერი. ანუ ნახეთ, ის ეტაპი, რაც იყო და საუბარია უფრო უარყოფით საკითხზე, აი ეს ტრანსფორმირდა, გაიარა ამ ცუდმა და იწყება ახალი დასაწყისი, პატარა ნაბიჯით და რა თქმა უნდა, ანუ აი ამ აღმავლობის კიბით, ანუ ასე ვთქვათ, განვითარდება. თუმცა ფიქრი, შიში აქვს, გრძნობა, აქ იკითხება როგორც ტრანსფორმაცია, რაღაც ცვლილება და მოქმედება არის, ანუ სამომავლოდ. ასე რომ დაელოდეთ, თუ მოგეწონათ, კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ რეზონირთ და მომწერეთ, გამიხარდება და რა თქმა უნდა, დაიჯერეთ და აგისრულდებათ. აბა თქვენცით, დროებით.